მადლობა თქვენი დროისთვის. პირველი კი ცხადია მექნება კითხვა იმ სურათის გათვალისწინებით ახლა რომელზეც ჩვენ ვისაუბრე ახალ-ახალი განცხადებები საკმაოდ დინამიურ რეჟიმში ვრცელდება როგორც ცნობილია და მთავარი ინტერესი სწორედ ახლა იმას უკავშირდება რეალურად რით დასრულდება ეს მოლაპარაკება. თუმცა იქამდე მინდა პირველი კითხვა დაგისვათ სწორედ იმ ინფორმაციაზე რომელიც ამერიკის საელჩოს მიერ არის გავრცელებული შეხვედრა ელჩ დანიგანსა და საგარეო მინისტრ ბოჭორიშვილს შორის ამ ინფორმაციის მიხედვით ელჩმა გააცნო ბოჭორიშვილს პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტები. ხო და ასევე იქ საუბარი იყო იმ ნაბიჯებზე, რომელიც საქართველოს უნდა გადადგას ამ პროცესში. რა სიტყვით, რა არის თქვენი დასკვნა აი ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით? დიახ, მოგესალმებით. თავისთავად ძნელია რაიმეს წინასწარ, რა თქმა უნდა, კომენტირება ამ საკითხთან დაკავშირებით. მით უმეტეს რომ ჩვენ კარგად ვიცით რომ ტრამპი და მისი ესე ვთქვათ პოლიტიკა არ არის ადვილად პროგნოზირებადი. ასევე კარგად ვიცით იმის შესახებ რომ ტრამპისთვის თავად ღირებულებები არ წარმოადგენს თავად პრიორიტეტს როგორც ხედავთ საგარეო ურთიერთობებში. თუმცა შეერთებული შტატებისთვის ეს რჩება როგორც კონსტიტუციურ ესე ვთქვათ პრიორიტეტად ასევე მისი ესე ვთქვათ რაღაც ინსტიტუციური მეხსიერებიდან გამომდინარე შეერთებული შტატების მთლიანად ესე ვთქვათ როგორც ქვეყნის ღირებულებები არის რა თქმა უნდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, უმნიშვნელოვანესი შეიძლება ითქვას. ამიტომ მე ძალიან ეჭვმეპარება იმაში რომ შეერთებული შტატები უპირობოდ ვთქვათ აღადგენს ურთიერთობებს მათ შორის სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოს დღევანდელ ანუ მართველ ხელისუფლებასთან, მე ვიტყვი ეფექტურ მმართველობასთან, ისინი ვის დე ფაქტო მართავენ საქართველოს. მე მგონია რომ აქ საუბარი იყო სწორედ იმ პირობებზე, რომლის შედეგადაც შეიძლება აღდგეს ურთიერთობები საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის და ამ პირობებში მე მგონია რომ აუცილებლად შედიოდა ისეთი საკითხები, როგორიც არის ახალი არჩევნების გამართვა, როგორც არის უდანაშაულო ადამიანების გამოშვება, ანუ პოლიტიკური პატიმრების ესე ვთქვათ გათავისუფლება. ჩემი ვარაუდით უნდა ყოფილიყო ასევე გაუქმება სხვადასხვა ანტიდემოკრატიული კანონების და აი ამ შემთხვევაში შეიძლება აღდგეს კონტაქტები, მაგრამ ეს არ ნიშნავს ცნობას ამ ხელისუფლების. ანუ ალბათ საუბარი არ იქნებოდა, რა თქმა უნდა, არსებული ხელისუფლების ცნობაზე, ლეგიტიმურად ცნობაზე. არჩევნების ჩატარებამდე. მაგრამ როგორც მოგახსენებთ, არ შეიძლება ვიყოთ დარწმუნებული არაფერში. დიახ, ანუ პირველი შეხვედრა, ანუ პირველი მაღალჩინოსანია ქართული ოცნების ბოჭორიშვილი, რომელსაც ხვდება არჩევნების შემდეგ ამერიკის საელჩოდან კონკრეტულად ელჩი დანიგანი. თქვენ ახსენეთ რომ ვერ წარმოგიდგენიათ რომ პირობების გარეშე ურთიერთობების აღდგენაზე იყოს საუბარი. კიდევ ამაზე დამატებით აი რა შეგიძლიათ რო გვითხრათ, ანუ იმ თავითვე ვიდრე შინაარსში შევა ვთქვათ ადამიანი, ხო შეიძლება გარკვეულწილად იყოს ეს და არის ეს სიგნალად აღქმული ახალი ადმინისტრაციის მხრიდან სიგნალი საუბრის შესახებ კონკრეტულად რაღაც ახალი გზავნილების შესახებ, აი ამ სურათზერის თქმა შეგიძლიათ და ამის შემდეგ, ანუ კონკრეტული პირობები დაიდებოდა ყველა შემთხვევაში სასაუბრო მაგიდაზე? ნუ პირველ რიგში მე მინდა ხაზი გაუსვა, ესე ვთქვათ, ამ საკითხის თლიანად ლეგალურ მხარეს. ანუ იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ ახლა ქართულ ოცნებაში ეცდებიან ამის გაყიდვას, როგორც ვთქვათ, აღიარებას და ასე შემდეგ. რაღაც ოფიციალური შეხვედრა შედგა და ეს ოფიციალური შეხვედრა არ ყოფილა. შეხვედრა იყო არაფორმალური სახის, როგორც ჩვენ ხედავთ. და საუბარია იმაზე, რომ საერთოდ დიპლომატიურ ურთიერთობებში ქვეყნებს შორის მიუხედავად იმისა, აღიარებენ თუ არ აღიარებენ ხელისუფლების ლეგიტიმურობას, თუ არსებობს დიპლომატიური ურთიერთობები, დიპლომატიური ესე ვთქვათ უწყებები ხვდებიან ერთმანეთს და ახორციელებენ კონტაქტებს. ეს არის უსაფრთხოების სხვადასხვა სახის ინტერესებიდან გამომდინარე, მათ შორის საკონსულო და ასე შემდეგ.
და მათ შორის სამომავლო, ესე ვთქვათ, ურთიერთობების შესახებაც საუბრისთვის. ამას წინათ იყო საუბარი იმაზეც, რომ აი რახანაც ვთქვათ, ბელგიის და ლუქსემბურგის ელჩებმა რწმუნებათა სიგელები ჩააბარეს საქართველოს დე-ფაქტო პრეზიდენტს, ესე იგი ისინი ცნობენ მის ლეგიტიმურობას და ასე. ესეც არ არის მართალი, ანუ აქ აი ეს ლეგალური მხარე მთლიანად არის, ესე ვთქვათ, პრინციპში მთლიანად არის პოლიტიკური ხასიათის. აქ არ არის ლეგიტიმურობის, ესე ვთქვათ, რაღაც ნიშნები, ამაში ლეგიტიმაციის ნიშნები ამაში არ ჩანს. რა თქმა უნდა, აქ არის საუბარი მხოლოდ ეფექტური მმართველობის ცნობაზე, ანუ ისინი ცნობენ ქართულ ოცნებას როგორც რაღაც ძალას, რომელიც მართავს ამ ქვეყანას, ანუ რომელსაც გააჩნია რესურსი, რომელსაც ძალაუფლება გააჩნია, მაგრამ არის თუ არა ეს ლეგიტიმური, ამაზე საუბარი არ არის. ეს ერთი, ახლა მეორე. რა თქმა უნდა, მათ მიუვიდათ სიგნალები ალბათ არაერთი, კარგად ვიცით ჩვენ რომ ეს გაცხადებულიც იყო სწორედ ქართული ოცნების ხელისუფლებისგან, რომ უნდათ შეერთებულ შტატებთან გადატვირთვა, აღდგენა ურთიერთობების და ასე შემდეგ. და რა თქმა უნდა, ვაშინგტონში დაავალებდნენ საკუთარ ელჩს, რომ მას გაერკვია რისთვის არიან მზად ამ ურთიერთობების აღდგენისთვის იგივე ქართული ოცნება. ანუ რა პირობების შესრულებაზე არიან მზად იმისთვის, რომ ურთიერთობები აღდგეს. ეს არის ძალიან ნორმალური და შეუძლებელია, რომ დიპლომატიური არხი არ გამოიყენო ამის გასაგებად. ნებისმიერ ქვეყანას, მათ შორის შეერთებულ შტატებსაც, რა თქმა უნდა, ურჩევნია, რომ კონდეს სტაბილური და ნორმალიზებული ურთიერთობები ნებისმიერ აქტორთან, მაგრამ არა ნებისმიერ ფასად. და აი სწორედ ამაზე ყოველ შემთხვევაში ჩემი ვარაუდია ესეთი, რომ აქ აუცილებლად იქნებოდა იმაზე საუბარი, თუ რა პირობებს დათანხმდება, ვთქვათ, ურთიერთობების აღსადგენად ეს ქართული ოცნება და მათ შორის მე დარწმუნებული ვარ, იყო საუბარი ახალი არჩევნების აუცილებლობაზე, იყო არჩევნების სწორედ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაზე, უპირობოდ ყველასი და ამის გარდა, რა თქმა უნდა, ყველა იმ კანონების გაუქმებაზე, რომელიც დემოკრატიული უსვლა გამოიწვია. ცოტა დრო დაგვრჩა სამწუხაროდ, ამიტომ რამდენიმე წამით მინდა გთხოვოთ თქვენი მოსაზრება მოლოდინთან დაკავშირებით, ხო? არის ბურთი რუსეთის მოედანზე, ახლა როგორ გადაწყდება ეს საკითხი? რუსეთ-უკრაინის ომი კონკრეტულად 30 დღიანი ცეცხლის შეწყვეტის ამბავი, ამაზე რისი თქმა შეგიძლიათ ამ მოლოდინზე და დაგემშვიდობებით? ნუ მეც ისევეთივე გაურკვევლობაში ვარ, იმიტომ ერთის მხრივ რუსეთსაც აწყობს ალბათ ცეცხლის შეწყვეტა ისევე როგორც უკრაინას, მაგრამ რუსეთს აწყობს თავისი პირობებით, როგორც ხედავთ. და ეს პირობები, რომელიც ყოველ შემთხვევაში პუტინმა გამოაცხადა, ეს პირობები მიუღებელი იქნება უკრაინისთვის. ამიტომ აქ ჯერ კიდევ იქნება ალბათ სამუშაო საკმაოდ მნიშვნელოვანი გასატარებელი და ძალიან ბევრია დამოკიდებული შეერთებული შტატების პოზიციაზე, რამდენად მკაცრი და ძლიერი იქნება შეერთებული შტატები, რომ აიძულოს რუსეთი აი იმ რაღაც გამოცხადებული წინაპირობების გარეშე შეწყვიტოს ცეცხლი 30 დღით როგორც მინიმუმ. დიდი მადლობა. დაგემშვიდობებით, კახა გოგოლაშვილი საუბრობდა დღის ამბების პირდაპირ ეთერში.